დღის შოუ დაბრუნდა პირდაპირ ეთერში და რეკლამამდე როგორც დაგპირდით, მინდა სტუდიაში დავპატიჟო პაციენტის დედა, იმ იშვიათი დაავადების მქონე პაციენტის, რომელსაც ჰქონდა კავასაკის სინდრომი. სოფო ჭაავა მინდა დავპატიჟო სტუდიაში. გამარჯობა სოფო. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. გამარჯობა. ესე იგი დაავადება, რომელიც ძალიან იშვიათია განსაკუთრებით საქართველოში და რა გქონდათ, თქვენც არაფერი იცოდით ალბათ ამ სინდრომის და დაავადების შესახებ. არაფერი ვიცოდით ამაზე და გავიგეთ მერე. აი როგორ დაიწყო თქვენ შულს, აი მოგვიყევით ეს ყველაფერი თუ შეიძლება. კი ბატონო, ანუ ეს იყო სადღაც 5 წლის წინ მაშინ იყო 2 წლინახევრის. და დაიწყო ჩვეულებრივად მაღალი სიცხით. ანუ როგორც ბიძინა მახსნა სიმპტომები. ხო, არაფერი სიმპტომი ჯერ არ იყო პირველ დღეს. მეორე დღეს იყო რომ აი გვეგონა ენტეროვირუსი, იმიტომ რომ მუცელი ტკიო და გულისრევა, მაგრამ დღის ბოლოს გაიარა ამანაც რა. მესამე დღეს იყო რომ შევატყვე რომ აი ენა გაუწითლდა ძალიან და ექიმიც იყო მოსული. და ვიფიქრეთ რომ აი ძალიან მაღალი სიცხე ქონდა და ერთ-ერთი ეგ იყო დისკომფორტი, თორე დანარჩენი აი ამ სიმპტომებს დიდათ არ შეუშფოთებივად, მაგრამ საინტერესოა რომ ყოველდღე სხვადასხვა სიმპტომი ქონდა. სხვადასხვა სიმპტომი. მესამე დღე ეს იყო, მეოთხე დღეს იყო რომ ზურგზე გამოაყარა და ვიფიქრეთ რომ აი გვეშველა ეტყობა რაღაცა ანწითელა. ხო, რაღაცა გასარგები დაავადებაა და ვიმკურნალებთ. მეოთხე დღეს იყო მხოლოდ ზურგზე გამოაყარა. კი, მხოლოდ ზურგზე და რამდენიმე ამ დროს ექიმის მეთაყურების ქვეშ იყო ხო? კი, ბატონი ირაკლი ცხელაძე და ლელა ზანგურაშვილი არის ჩვენი ექიმი. და იყო რომ მესამე დღეს მოვიდა სანახავად, მეოთხე დღეს დაურეკე რომ გამოაყარათ ხო, კარგი, აი ესე იგივე რაღაცა დაველოდოთ, საღამოს შევხედე და აღარა აქ ბავშვს გამონაყარი. მერე ვნახე რომ თითები შეუშუპდა, ეს უკვე მეოთხე დღე. თუ ახალი სიმპტომი, ხო, და მეხუთე დღე იყო ძალიან კარგად მახსოვს, რომ ლელამ დამირეკა, რომ ხა არ შეგეშინდეს, რაღაცა უცხო სიტყვა უნდა გითხრა. მაგრამ ჩვენ აქ ვისაუბრეთ და ეს ყველა სიმპტომი და რაც არის ძალიან ვერაგი ამ დაავადებაში არის რომ უნდა იყოს ამ სიმპტომებიდან ყველა წარმოჩენილი და მხოლოდ ერთობლიობაში შეგიძლია რომ დიაგნოზი დასვა. ანუ თქვა შენ დრო გჭირდება იმისათვის რომ შენ დასვედი არ არის. მინიმუმ 4 მაინც უნდა იყოს. ხო, ანუ 2 დღეში ვერ მიხვდები, 3 დღეშიც ვერ მიხვდები. ვერც თქვა სისხლის ანალიზით ვერანაირით ვერ დაადგენ. ვერ დაადგენ და კიდევ რა აქვს, ანუ ძალიან ბევრი ისა აქვს, რა რატო შეიძლება გაგეპაროს ეს დაავადება და რატო არის მნიშვნელოვანი ამაზე გქონდეს ინფორმაცია. ერთი ის რომ აი ბევრი მეუბნებოდა რომ რატო ტანჯავ ბავშვს მეოთხე დღე აქვს სიცხე გაუკეთეთ გადასხმა ანტიბიოტიკი კი შენ ძალიან შვიდი დედა ხარ მინდა იყო ამისი კატეგორიული წინააღმდეგი 5 დღე უნდა დაველოდოთ ყველა შემთხვევაში ყველა ვირუსს არ შეიძლება იმიტომ რომ ზუსტად ეს 5 დღე რო არ დასრულებულიყო იმ სიმპტომების ყველასი წარმოჩენა მესამე დღეს რომ მიგვეცა ანტიბიოტიკის სიმპტომები ლაგდება მაგრამ დაავადება აგრძელებს თავის მოქმედებას და ეს მოქმედება როგორც ახსენეთ არის ძალიან სერიოზული და პირდაპირ არის მეხუთე დღეს უკვე რომ მითხრეს რომ ეს არის რაღაცა დაავადება კავასაკი რომელიც მართლა პირველად გავიგე ხო მაგრამ ეხლა რა არის აქ რომ თქვა თუ არის ქუნთრუშა რაღაც ესეთი გრძელდება ჩვეულებრივად რაღაც დაგინიშნოს სახლში მკურნალობ. ამას ისე აქვს, სახლში ამას ვერ უმკურნალებ. აუცილებელია რომ გადაიყვანო. კი, ამბულატორიული მკურნალობა, სადაც მივედით იაშვილის კლინიკაში. უნდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი მაკა, რომელიც ჩვენი შემდეგი სტუმარი. მაკა იოსელიანი რევმატოლოგის შემოგვიერთება რამდენიმე წუთში. ფაქტიურად ძალიან სწორი და წარმატებით დასმული დიაგნოზის შემდეგ ესევე გაგრძელდა სწორი და წარმატებული მკურნალობა ზოგადად. მკურნალობა რთული არ არის, მაგრამ ეხლა რა სირთულეებია ჭირდება? კი, ჯერთი აქამდე მისვლა. მერე არის ის, რომ ჭირდება გადასხმა, ეგეთი პრეპარატი არის იმუნოგლობულინი. მაგრამ ეს პრეპარატი საერთოდ არ ვიცი, რაღაცა შემთხვევაში გამოიყენება ძალიან მცირე დოზით და ამას ჭირდებოდა ბავშვს, მე მგონი 48 საათი უსხამდით. ანუ განუწყვეტლად ჭირდება გადასხმა. ხო, გადასხმა იყო განუწყვეტლად, თან იყო რეანიმაციაში, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები აქვს ამ გადასხმასთან. სოფო, დიდი ბოდის ბავშვი ამ დროს გონზეა თუ ცნობიერება თქვა შეცვლილი აქვს. არაფერი, აი გრიპია, ჩათვალე, ვირუსი აქვს, უბრალოდ დასუსტდა არც ახსოვს ალბათ ხო წინახევრის ხა რომ მოვდიოდი შეუთანხმე რომ აი შენ ესეთი რაღაც გჭირდა და იმაზე ეხლა რამდენი წელი არის 8 წელი და იმ მიზნით რომ სხვა მშობლებმაც გაიგონა კი მართალია უნდა გაიგონ სწორად მიუდგნენ ამ იმას დიდი მადლობა ანასტასიას რომ დაგთხოვდა გეთქვათ ეს ყველაფერი ჩვენთვის და შემდეგან ვარემ რომ დავასრულო ეს ჯაჭვი აქ კიდევ ერთი პრობლემა ის იყო რომ
მოპოვება ამ პრეპარატის. ამ პრეპარატის მოპოვება, იმიტომ რომ სელში სულ აი მთელი თბილისის აფთიაქებში არ იყო ის საერთოდ რაოდენობა, რაც გვჭირდებოდა. და რა უნდა ქნას ამ დროს პაციენტს? ხო, ამ დროს გაგვიმართლა იმის რომ რაღაცა შავ ბაზარზე ვიღაცა, არ დავასახელებ ახლა პრობლემაა და ალბათ სახელმწიფო ეს პრეპარატი სხვა დაავადებას არ სჭირდება, რატო არ გამოიყენება, მაგრამ აი სწორად იმდენი რაოდენობით არა. კავასაკის დაავადების დროს კილოგრამ წონაზე მას იმდენი ჭირდება, რომ ის არის საკმაოდ დიდი მოცულობა. ანუ მოცულობით ენიშნება. ისე არ არის, რომ ვთქვათ 5 დღე იმკურნალო და ყოველ დღე გადაისხა. აი რამდენი ჭირდება? იწყება და მთავრდება აი, გადასხმა. პირობითად იყო რამდენი კილო, თქვათ 5 კილო იყო ბავშვი, არ ვიცი. არა, 5 კილო, 2 წლინახევრის იყო. იქნებოდა 14 კილო და. ხო, აი რამდენი სჭირდება აი ამ შემთხვევაში. ეს გაჩვენა რა დოზირების გაქვს ის ინტრავენური იმუნოგლობულინი. ზვირია, ანუ მე მახსოვს რამდენიმე 1000 ლარი იყო ამ წამლის ღირებულება და მიუხვთუმეტეს როცა ამას ყიდულობ რაღაცა შემოვლითი გზებით იქ რა დაზღვევაზეა ლაპარაკი და რა ხო ანუ ეს იყო გაგვიმართლა რომ შევძელით იმ დაჩქარებულ ვადებში ამის მოპოვება. გარდა ამისა რა არის რომ აი აფთიაქები გვეუბნებოდნენ რომ შეგვიკეთეთ და ჩამოგიტანთ რამდენიმე დღეში მაგრამ ეს დრო არ არის. სად არის დრო? პირველი სიმპტომის გამოჩენიდან 10 დღის ვადაში უნდა შესრულდეს ეს გადასხმა რომ იყოს 100% თუ არ ვიცი მაგ წარმატებული. შეიძლება დაგვიანებულია დღეს მე-12 დღეს ეს გადასხმა რომ მოხდეს აღარ იმოქმედოს. ანუ სიმპტომები გავა ეს სწორად რო გავიგოთ, ანუ ეს არ არის დაავადება, რომელიც ვაიმე ბავშვი ავადმყოფი მყავს და სიცხე აქვს მთელი ცხოვრება. არა, 5 დღეში გავა. ანუ მარტივად რო აღიქვას ჩვენმა ტელემაყურებელმა, მარტივად ვიტყვი ძალიან რა დაავადება ეს და აი რასაკეთებს ინტრავენური იმუნოგლობულინი. ეს არის დაავადება საშუალო კარიბჭის სისხლძარღვების ანთება თელს ორგანიზმში. ინტრავენური იმუნოგლობულინი ეს არის სახანძრო თავისი წყლის ჭავლით, რომელიც თელს სისხლძარღვებს დაასხამს ამ წყალს და ჩააქრობს ამ სისხლძარღვების ანთებას. მხოლოდ ეს ერთადერთი პრეპარატია? ძირითადი ეს არის, შემდგომ არის აი რო არ ეშოვა სოფოს ახლა ეს იმუნოგლობულინი და არ ჩაეკრო, რა მოხდებოდა მერე? უსერიოზულესი გართულება, ბუნებრივია, ამაზე გვექნება დღეს საუბარი, ეს არის გულის კორონარული არტერი. აუცილებლად დავაპატიჟოთ და იმიტომ რომ ანესტასიას რეალურად გაუმართლა, იმიტომ რომ მოხდა მის შემთხვევაში დროული და სწორი დიაგნოსტიკა და რა მოხდებოდა რომ ეს პროცესები ასე არ წარმართულიყო, მინდა სწორედ ჩვენ სტუმარს ვკითხო. სტუდიაში დავაპატიჟოთ მაკა იოსელი რევმატოლოგი იაშურის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს რევმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ქალბატონო მაკა მობრძანდი. გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. თქვენ რა თქმა უნდა გახსოვთ ალბათ ანასტასიის შემთხვევა დაბრძანდით. ანასტასიის შემთხვევა ალბათ გახსოვთ, თუმცა მოდით აი იმ პირველი შეკითხვით გავაგრძელოთ ასე ვთქვათ ჩვენი საუბარი, ხო? აი მის შემთხვევაში მოხდა დროული და სწორი დიაგნოსტიკა, მაგრამ რა მოხდებოდა ეს პროცესები ასე რომ არ წარმართულიყო ასე იდეალურად. აი რა დაავადება ეს და რა ხდება იმ დროს თუ არ იქნება ეს ყველაფერი აი ესე დალაგებული როგორც ეხა ჩვენ საუბრობთ. ეს გახლავთ როგორც ბატონმა ბიძინა მოგახსენათ, ეს გახლავთ ვასკულიტი. ეს არის სისხლძარღვის კედლის ანთება. ბავშვთა ასაკში ის არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ვასკულიტი. ზიანდება სისხლძარღვის კედლის ანთება, ვასკულიტი განუმარტოთ. სისხლძარღვის კედლის ანთება. სტატისტიკა ამბობს ასეთ რამს. პირველი 10 დღის განმავლობაში ჩატარებული მკურნალობა 85-95% ამცირებს გართულებების შანსს. თუ ვიფიქრებთ იმაზე, რამდენად რთულია ეს გართულებები და რომ არაადეკვატური მკურნალობის დროს 25%-ში ეს გართულებები მოსალოდნელია და რეალურია პროცენტი საკმაოდ მაღალია, ამდენად ეს დრო ძალიან მნიშვნელოვანია პირველი 10 დღის განმავლობაში. თქვათ, რა ხდება თუ კი არ არის დიაგნოზი სწორად, ადეკვატურად და სხვა მკურნალობა ენიშნება პაციენტს, თქვათ. ან უბრალოდ არ ენიშნება. ან არ ენიშნება. ან იგივე ენიშნება, ვთქვათ, ანტიბიოტიკი, რომელიც ვერ ვიტყვით, რომ არ შეიძლება. უბრალოდ აბსოლუტურად არაეფექტურია. არაეფექტურია. თუ კი ანტიბიოტიკი შეუძლია რაიმე გვერდითი მოვლენა ან გართულება გამოიწვიოს, იმას გამოიწვიოს, მხოლოდ მკურნალობისთვის ის არც ტემპერატურას არც დაწევს ამ შემთხვევაში, ვერაფერს ვერ იზამს. ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ აკეთებს და ვთქვათ, რას ველოდებით აი 25%-ში, როცა არა გვაქვს დროულად ჩატარებული მკურნალობა. ეს გახლავთ
სიძარღვის დაზიანება და ძირითადად საშუალო კალიბრის სიძარღვები და ეს არის ძირითადად გულის კორონარული სიძარღვები. ვითარდება ანევრიზმა, ეს ადგილობრივად ვითარდება თუ შემდეგ წლებია საჭირო თქვა რომ განვითარდეს ანევრიზმა? კარგი შეკითხვაა, დაახლოებით ის არ ვითარდება თქვა პირველი კვირის დაავადების პირველი კვირის განმავლობაში. მისი განვითარება და გულის დაზიანება იწყება დაახლოებით მეორე კვირიდან მესამე კვირიდან. ესე რომ აი ეს სოფოს კითხავ თქვა გამოკლება გულზე ჩაუტარეთ ანასტასიას? ბოდიში რომ შეგაწყვეტენ და დაისვა დიაგნოზი, მაშინვე გაგვიშვეს, რომ დაგვეფიქსირებინა იმ მომენტისთვის რა მდგომარეობა იყო. შემდეგ უკვე მკურნალობის ჩატარების შემდეგ დინამიკაშიც ამოწმებდით ამას. კი, რამდენიმე წლის განმავლობაში ქონდა თავიდან უფრო ხშირი ინტერვალით და შემდეგ რაღაც 6 თვეში ერთხელ. ეხლა ალბათ უკვე თავისუფლებით. ჟვანიეს კლინიკაში ვიყავით ჯოენის კლინიკაში თორცები და ფაილი ქონდა საქაღალდე კარდიოლოგს, რომელსაც ეწერა კავასაკი და მითხარით თქვენ ძალიან გაგიმართლათ, რომ არ მოხვდით აქ, იმიტომ რომ ეს არის შემთხვევები, როცა ბევრი შემთხვევაა საქართველოში. კი, როცა და თან აქ მე მგონი ისიც არის პრობლემა, რომ შეიძლება უკვე პოსტფაქტუმ დადგეს საკითხი, რომ ბავშვს გულზე აქვს პრობლემა და ვერც გაიხსენო, რომ რაღაცა სტატისტიკა არ ვიცი რამდენი გაქვს ძალიან ასე თქვა დიდი ინფორმაცია და წვდომა ამის შესახებ გატარებული პაციენტები და ასე შემდგომ. აი რას გვეუბნება სტატისტიკა? საერთოდ მსოფლიო სტატისტიკას შევხედავთ, ყველაზე ხშირი ის არის იმ ქვეყანაში, სადაც მიზეზი უცნობია. ეს არის აუტოიმუნური ანთებითი დაავადება და მისი მიზეზი ვერ შეიძლება არ არის ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ცნობილი. ის არ არის არც ვირუსი, არც ბაქტერია, მისი მიზეზი არის უცნობი. თუ მივყვებით, თქვათ, ქართული სტატისტიკა ჩვენთვის უცნობია. ჩვენ არ ვიცით საქართველოში რამდენია. თქვათ, ჩვენ შემთხვევაში 2000 დაახლოებით 2008 წლიდან დღემდე დიაგნოსტირებული არის 31 პაციენტი კავასაკის დაავადებით, კავასაკის სინდრომით. ბავშვის წლების დაავადებაა. დიახ. თუ შევხედავთ, თქვათ, რას ამბობს სოფლიო ამის შესახებ. 5 წლამდე ასაკის 100,000 ყოველ 100,000 ბავშვზე იაპონიაში ავადდება 218 ბავშვი საშუალოდ. ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 წლამდე ყოველ 100,000-ზე არის 20-30 პაციენტი. თუ ჩვენ გადავითვლით ამას საქართველოს რეალობაზე, ვთქვათ, დაახლოებით საქართველოში უნდა იყოს ყოველწლიურად დიაგნოსტირება უნდა ხდებოდეს დაახლოებით 20 პაციენტამდე. სტრიალად არა 5 წლამდე, არამედ ვთქვათ მთლიანად არა 100,000 ბავშვზე, არამედ მთლიანად საქართველოში უნდა იყოს ყოველწლიურად. თუ ჩავთვლით, რომ დაახლოებით არასწორი დიაგნოსტირების შემთხვევაში 25%-ს ეს ვთქვათ გართულება შეიძლება დაემართოს, რაოდენობა საკმაოდ მაღალია. ეხლა თქვენ საუბრობთ გამოვლენილ შემთხვევებზე. უკაცრავად შეკითხვა გამიშდა, რა კი დიაგნოსტიკაშია მთავარი გასაღები ამ დაავადების განკურნების, ხო? აი დიაგნოსტიკა გასაგებია, რომ შეიძლება შეცდეს ექიმი. აი თქვენ ახსენეთ გულის კარდიოგრამა. ეს არის თუ არა დამხმარე ექიმისთვის, რომ დადგეს სწორი დიაგნოზი? იცით, როგორც ბიძინა, მე ვფიქრობ ამაზე ჩემამდე იყო ამაზე საუბარი. ანუ არის 5 ძირითადი ნიშანი. ცალკეული ამ ნიშანთაგანი არაფერს არ ნიშნავს. ეს არ არის სპეციფიური ნიშანი. მთავარი არის ამ ნიშანთა ერთობლიობა. აი კიდევ ერთხელ ჩვენ არ გვისაუბრია ამ ნიშნებზე, ჩვენ ვისაუბრეთ მასთან მომიჯნავე დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის საჭირო დაავადებებზე. სოფომ ახსენა როგორც მშობელმა რასაკვირველია, ჩვენ ეხლა თქვენი დახმარებით ჩვენ გვინდა რომ ვაჩვენოთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დავიმახსოვროთ, რა ნიშნებია მისთვის დამახასიათებელი. ეს არის კავასაკის სიმპტომების პირველი ეტაპი, როგორც წერენ ხოლმე, მაღალი სიცხე 39 და მეტი, რომელიც გრძელდება 5 დღის განმავლობაში და მეტი ხნის მანძილზე. ეს არის აუცილებელი ნიშანი ამ დაავადების. თვალის სიწითლე, ანუ როგორც ამბობენ, ექსუდაციის, ანუ გამონადენის გარეშე თვალის ჩაწითლება, რაც უნდა იყოს დამახასიათებელი. და როგორც ეს ბილატერალური ორმხრივი თვალის ჩაწითლება. გამონაყარი სხეულის უდიდეს ნაწილზე და გენიტალურ არეში, ხშირად ეს არის პამპერსის შიდა სიწითლე, რაც არის აუცილებლად ასევე დამახასიათებელი, თუმცა სახეზე არ იცის ესე. ტანზეც იცის ბუნებრივია. სახეზე ნაკლებად. წითელი მშრალი და დახეთქილი ტუჩები და ძალიან წითელი ენა, თქვათ, აი ეს რაც არის დამახასიათებელი და ჩვენ სოფო ყველა სიმპტომი ქონდა ანასტასიას. ხელისა და ფეხის გულების სიწითლე და შეშუპება.
ანუ პალმარული და ფეხის აი გულების შეშუპება ქონდა. პანტარული და პალმარული, ანუ ხელისა და ფეხის გულების. და ლიმფური კვანძების გადიდება ხშირად უნილატერალური, ანუ ცალმხრივად შეიძლება ლიმფური კვანძის აბსესის კი შეცდომით ეგონოს ექიმს. და კანის აქერცვლა ფეხისა და ხელის არეში. დიახ. აი ეს ქონდა რაც არის ანასტასიას. დამახასიათებელი. დიახ. და სახსრების ტკივილი შეიძლება მას ახდეს. ეხლა ჩვენ ვიცით იქ ბევრი პარაკლინიკური მონაცემი შეიძლება იყოს, იგივე პიურია იყოს, თქვა აბაქტერიული და ასე შემდგომ. დიარეა ღებინება არასპეციფიური ნიშნებით, აი რასაც ჩვენ სოფო ყვებოდა ამ შემთხვევაში. აქედან რამდენია აუცილებელი, რომ ვთქვათ, რომ ტემპერატურა 5 დღე და მეტი და აქედან იცით როგორ არის? 5 ძირითადი ნიშანია. არა დიარეა, არა მუცლის ტკივილი, არა პირველად რაც ჩამოვყავთ. ეს არის კონიუნქტივიტი, ეს გახლავთ გამონაყარი, სხეულზე მულტიფორმული სხვადასხვა ეს არის პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება, ეს არის ხელისა და ფეხის გულების შეშუპება და ჰიპერემია და ეს არის ლიმფური ჯირკვლის. გაბატონო მაკა, ახლა სოფოს შემთხვევაში ბავშვს ერთი დღე ერთი სიმპტომი ქონდა, მე ის ლაგდებოდა თავისით, მეორე დღეს მეორე სიმპტომი ქონდა. აი ამ რიგითობას და გაქრობა მოსვლას აქვს მნიშვნელობა დიაგნოზის დასმისას? ის როგორ არის? ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია სიმპტომების, ვთქვათ, ერთობლიობა და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ექიმი. აქ მნიშვნელოვანია იმდენად არ არის მშობელი, რამდენადაც ძალიან მნიშვნელოვანია ექიმი. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გაგვიმართლა პედიატრთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დიახ იყო კონიუნქტივიტი და რაღაც პერიოდში შესაძლებელია ის არ დაფიქსირდეს, მაგრამ არის ამ კონიუნქტივიტის, ვთქვათ, ფაქტი არსებობს. შეიძლება იგივე ადენოვირუსი შეგეშალოს, ჩვენ ვისაუბრებთ. შესაბამისად, შესაძლებელია ის შეგეშალოს, მაგრამ ფაქტია კონიუნქტივიტი იყო გამონაყარი, იყო ხელის გულის და ფეხის გულების შეშუპება. იყო აღარ არის, ესეც მე მგონი არ არის. შესაძლებელია რაღაცა გაჩნდეს და იმდენად შესამჩნევი აღარ იყოს მშობლისთვის, თქვათ, იმიტომ რომ დაემატოს კიდევ რაღაცა დამატებითი გამოვლინებები, რომ მაგრამ დღევანდელი გადაცემის შემდეგ უკვე უფრო ყურადღებით იქნებიან მშობლები. და ასევე მკითხოთ, ბოდიში რომ გაწყვეტნებთ, აი იგივე ჩვენ სიუჟეტშიც ვნახეთ, ხო, ტრავალტას შემთხვევა, ანუ გარდაუვალია ეს გულთან დაკავშირებული პრობლემები და გულის უკმარისობა, თუ დიაგნოსტიკა არ მოხდა, თუ შეიძლება რაღაცას პრობლემა იყოს, რომელსაც ცალკე უმკურნალებს შემდეგ გულის შემთხვევაში. სწორედ ამაშია საქმე. ეს დაავადება არის თვით ლიმიტირებადი დაავადება, ანუ თვით განკურნებადი. როცა სამი ფაზა აქვს, სამივე ფაზას გაივლის, ტემპერატურა ქრება და ყველა სიმპტომი ლაგდება აბსოლუტურად, ვთქვათ, ყოველგვარი შემდგომი განვითარება. ხილულ პათოლოგიას არ დაგიჭირებს. მაგრამ რატომ ვართ ჩვენ აქ? ვართ და საუბრობთ უფრო სწორად ამ დაავადების შესახებ, გართულების, მისი გართულების შესახებ. და ეს 25%-ში ეს რეალობა. გართულება და ვთქვათ, თუ კი ვნახავთ, ვთქვათ, მოზრდილ ასაკში, ვთქვათ, განვითარებულ ანევრიზმების შედეგად განვითარებულ ძალიან ცუდ გამოსავალს. შესაძლოა არა ყოველთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ შესაძლოა ეს არის სწორედ არასწორად აღქმული, ვთქვათ, პრობლემა, არ დასმული დიაგნოზი კავასაკის, რომელიც უკვალოდ ალაგდა თვით ლიმიტირებადია და დატოვა გართულება, რომელმაც გვიან როგორც ახლა ტრავალტას შემთხვევაში ბავშვი უკვე ბევრი წლის შემდეგ გარდაიცვალა და მიზეზი იყო, როგორც ჩანს, გადატანილი ან არასწორად დამკურნალები კავასაკი. მაგრამ დიახ, თუ შეიძლება რომ ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აი ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. იგივე, ვთქვათ, იმუნოგლობულინთან დაკავშირებით ის უკვე ხელმისაწვდომი გახდა და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კლინიკის, ვთქვათ, ბაზაზე ეს უკვე პაციენტისთვის არის აბსოლუტურად ხელმისაწვდომი და აბსოლუტურად უფასო. საბედნიეროდ ეს, ვთქვათ, დღევანდელი დღის რეალობაა და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, იმიტომ რომ ძალიან გვიჭირდა ამ პაციენტებს. ძალიან კარგი ინფორმაცია, თავტომაკ, აი რო დავამშვიდოთ ახლა მშობლები, იმიტომ ჩვენი გადაცემის მიზანი შეშინება არ არის, პირიქით არის გაფრთხილება. ამიტომ რა ასაკია, როცა პრაქტიკულად აღარ ხვდება კავასაკის დაავადება? იცით, ესე ვერ ვიტყვით, რომ ვთქვათ, არის ერთეული შემთხვევები, ძალიან ერთეული შემთხვევები, ვთქვათ, მოზრდილ ასაკშიც განვითარებული კავასაკის, თუმცა აქაც აუცილებლად უნდა დავამშვიდოთ, ეს უიშვიათესია და ვთქვათ, უფრო აზია, უფრო იაპონია. და მოზრდილ ასაკშიც ამ სიმპტომებით. ანასტასიას შემთხვევა ძალიან იშვიათი იყო, თან
რამდენი წლის და ის ბიჭებს ემართება და ისიც იაპონიაში და გოგონაა. არა, ბიჭები ერთნახევარჯერ მეტად ავადობენ. ერთნახევარჯერ, თუმცა გოგონებსაც ნამდვილად ემართებათ, ძალიან ხშირია 5 წლამდე. რაც უფრო ასაკი იზრდება, მისი თქვათ ალბათობა მცირდება. ისე დრამატულად სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის არის. და მკურნალობაზე მაინც ორიოდე სიტყვა ვთქვათ, ეს ორი მნიშვნელოვანი პრეპარატი ჩვენ იმუნოგლობულინზე ბევრი ვისაუბრეთ და მეორე პრეპარატი ასპირინი, რომელიც ხო საკმაოდ დიდი დოზით ინიშნება ამ დროს. ანასტასია თუ იღებდა სოფო ამ შემთხვევაში? რამდენიმე თვის განმავლობაში ხალბატონი მაკას დანიშნულებით. სქემა არის ცნობილი და ეს არის საერთაშორისო სქემა და არა ქართული სქემა, რა თქმა უნდა. ანუ იწყება ასპირინი ძალიან მაღალი დოზით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე ყველა პედიატრებმა ვიცით, რომ ასპირინი ბავშვთა ასაკში ძალიან შეზღუდულია. რეის სინდრომის გვეშინია, თანდართული გრიპის ვირუსის. თუმცა, თქვათ, კავასაკის დაავადების დროს მივცეთ თუ არ მივცეთ ასპირინი არ განიხილება. აუცილებლად ვაძლევ და აუცილებლად ძალიან დიდი დოზით. თუმცა, ეს მაღალი დოზა რჩება მანამ სანამ გრძელდება ცხელება. როგორც კი ცხელება აღარ არის. რამდენი დღე კვირა შეიძლება გაგრძელდეს ცხელება? შესაძლებელია ეს გაგრძელდეს, თქვათ, 2 კვირა. შესაძლებელია ცოტა უფრო მეტი, ან უფრო ნაკლები, მაგრამ ნუ საშუალოდ ეს არის 2 კვირა. მიუხედავად გადასვლისა და ყველაფრისა, ხო? არა. ეს მაშინ როცა მკურნალობა არ იწყება. ანუ იმ შემთხვევაში, როცა დიაგნოზი არ არის დასმული, თქვათ, კურნალობთ, ოღონდ არ კურნალობთ ასპირინი და იმუნოგლობულინი. სწორედ ამაშია, თქვათ, მთელი ხიბლი იმუნოგლობულის და ასპირინის, რომ გადასხმისთანავე ძალიან ხშირად გადასხმის პროცესში სიცხე მთავრდება და საბედნიერია ბავშვი გაძლიერდა, იმიტომ რომ იყო ძალიან დასუსტებულია მაღალი სიცხის გამო. და აი გადასხმისას უკვე რამდენიმე საათში გაგრილდა, მე რაღაც უკვე მოითხოვა კონტაქტი. ამ დაავადებას ხანდახან იგივე გააქტიურება ახასიათებს და მეორე ტალღა ტემპერატურა. ეხლა როგორ არის ანასტასია? ან მონიტორინგი აღარ უტარდება მას გულზე, თავისუფლები ხართ სრულიად ექიმებისგან. გვინდა რომ დავივიწყოთ საერთოდ ამის არსებობა. ფაქტია დავიწყებული გვაქვს, ხო, მაგრამ მაინც ვერ გაუძელი ამ შემოთავაზებას, რომ დღეს საჯაროდ მესაუბრა ამაზე. და კარგად მოიქეცით, იმიტომ რომ გამშობლება მიიღეს თქვენგან ძალიან საინტერესო ინფორმაცია. კი, ექიმის როლი ძალიან დიდია დიაგნოსტიკაში, მაგრამ მე მგონი რომ ძალიან დიდია ასევე მშობლის როლი, იმიტომ რომ ეხლა მით უმეტეს როცა თითქმის ყველა ახალგაზრდა დედა მუშაობს და ბავშვს რამდენიმე მომვლელი ყავს, თქვა შეიძლება ერთი დღებებიამ დაიტოვოს, მერე ძიძასთან შეიძლება გამოგეპაროს ასამდე. მერე ექიმს ელაპარაკება დედა და შეიძლება ამ სიმპტომების ერთობლივობა ანუ გუშინდელი გამონაყარი დედამ არ იცოდა. გამონაყარი რამდენიმე საათი იყო ალაგ და შეიძლება ისე წინა დღეს იყო როცა ბებიასთან ყავდა დატოვებული. ყურადღება და როგორ მე ვფიქრობ რომ აქ მთავარი გაკვეთილი ჩვენთვის ის იყო, რომ ან ძალიან უნდა დავაკვირდეთ სიმპტომებს და რაღაცნაირად მარტივად არ გადავაგოროთ, თუნდაც ძალიან ხშირი რაც არის, რა ვთქვათ, აი სიცხე აქვს, მუცელი ტკივა, მაგრამ მაინც ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ადვილი გამოსავალია ანტიბიოტიკი ან გადასხმა და შევაჩეროთ სიმპტომები და არ დავინახოთ სრული სურათი, მგონი ეს იქნებოდა ყველაზე დიდი შეცდომა. რეკომენდაცია მაყურებელს ვეთყვი, რომ სიმპტომებს გადაცემის დასრულებისთანავე აუცილებლად დავდებ, რომ ძალიან მარტივად ამოიცნოთ თუ კი თქვათ თქვენ ბავშვს აქვს კავასაკის სინდრომი. სოფო, დიდი მადლობა მოგზანებისთვის. ანასტასიას მადლობა რომ დაგვწოდეთ. ქალბატონ მაკას დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონ. დასრულდა ეს ნაწილი რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ